ესე იგი, პირველად მიწევს ესე ცალსაკი მოხლობილოთ, იმიტომ რომ ჩაიგეთ ბატონო მაგდროს პირველი როცა. რო აღნიშნული საკითხის შეტანილი ცალსაკი უყარა როგორც მოხლები? კი. ბიუროს არ აქვს უფლება, რომ საკრებულოში შემოსული, განსახილველად შემოსული საკითხი არ გაიტანოს საკრებულოს ხდომაზე, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიმდევრი ამ შემთხვევაში არის არა ბიუროში ყოფი დაუშვათ 10 თანამდებობის პირი საკრებულოდან, არამედ მთლიანად საკრებულო, მათ შორის ბატონი მინდიას და სულ ყველა. ამიტომ ყველა საკითხი, რომელიც შემოდის საკრებულოში, მიუხედავად იმისა, რა სურვილი აქვს ბიუროს, ან კომისიას დადებითი რეკომენდაცია აქვს თუ არ ყოფითი, უნდა სავალდებულო წესით გავიდეს საკრებულოს ხდომაზე და იქ წყდება ამ საკითხის მიღების ან არ მიღების ბედი. და ბიურო უბრალოდ მსჯელობს ხოლმე დღის წესრიგზე, იმიტომ შემოდის ეს საკითხები, რომ დეტალურად შეისწავლოს ბიურომ და მათ. დავიწყეთ მუხლობრივად გახილვა ბატონო ბაბულა. პირველი საკითხი და გავაგრძელოთ. პირველი საკითხი. 5 მომხრე ვინ არ წინააღმდეგი? 4 წინააღმდეგი. იგოდო. მოინიშნეთ რა არის? პირველი გავიდა. 5 მომხრე და 4 წინააღმდეგი. პირველი მომხრე გავიდა. გავიდა. მეორე მომხრე სამხედრო აგენტზე გაწვევის სამსახური ოფისის ხარჯების შენობის საკუთრების საწარმოებლების შეკეთება. 1500 ლარი ვინ არის მომხრე რო აღნიშნული საკითხი შეიძლება. რომელი? სახურავი და ეხლა ეგრე კარგი. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა არაფინანსური აქტივობის და 40,000 ლარი ვინ არის მომხრე? ვინ არის წინააღმდეგი? 4 მომხრე წინააღმდეგი ესე ჩავარდა. და შევაჯამოთ. ჩავარდა. ჩავარდა. პირველი გავიდა, მეორე გავიდა. მესამე ჩავარდა, მეოთხე გავიდა. მეხუთე ჩავარდა. всё. და რაც მოხდა ეს რა იყო? ჩემი აზრი გითხრათ, ეგ იყო რეგლამენტის აწოდება. და ვის უნდა სწოდნოდა რეგლამენტი? ჩემი აზრია, რომ ყველას, ვინც